თუ შენი ცნობ ადამიანი, შენს ირგვლივ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამბობს არას. რაც არ უნდა შესთავაზო, როგორი კარგი, როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს, რაღაც, რასაც შენ მას ჩუქნი, უზიარებ, სთავაზობ, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის არის პასუხი არა. თუ იცნობ ესეთ ადამიანს, ან შეიძლება შენ თვითონ ხარ ამ ტიპის ადამიანი, ეს ვიდეო ძალიან დაგაინტერესებს და ძალიან დაგეხმარება. იქნება შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მიიღებ ინფორმაციას, იმ ინფორმაციას, რომელიც ამ დრომდე არ იცოდი, რომ თურმე არსებობენ ამ ტიპის, ამ კატეგორიის ადამიანები. შენი მიმღებლობა გაიზრდება. ამ ვიდეოდან გეცოდინება, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. და გაგიზიარებ რამდენიმე მნიშვნელოვან ტექნიკას, რომელიც დაგეხმარება ამ ტიპის ადამიანებთან ურთიერთობაში, ან შეიძლება გაუზიარო შენ სხვებს, რომ სხვებს დაეხმაროს ეს ინფორმაცია შენთან ურთიერთობაში. და რაც ყველაზე მთავარია, გაიზრდება მიმღებლობა ამ ტიპის ადამიანებთან მიმართებაში. შენი მიმღებლობა აუცილებლად გაიზრდება, იმიტომ რომ გექნება უკვე ინფორმაცია და გეცოდინება, როგორი ტიპის ურთიერთობა სჯობს მათთან. როგორ შეიძლება გაუმჯობესო კომუნიკაცია და ურთიერთობა. არსებობს ადამიანთა კატეგორია, ვისაც ძალიან უყვარს არა. სულ გესმის მათგან არა, ან ისეთი წინადადება, ისეთი წყობა წინადადების, რომელიც არის სულ რაღაცა უარყოფითის შემცველი, აი სულ რაღაც ნეგატივს მიემართება, რომ შეიძლება სიტყვა არა არ თქვას, მაგრამ დამოკიდებულებაც არის რაღაცნაირად ნეგატიური. ეს კიდევ სხვა ძალიან მნიშვნელოვან თემას უკავშირდება, რომელსაც მომავალ ვიდეოებში უფრო დეტალურად ჩავშლი, მაგრამ აი ახლა ამ კონკრეტული ტიპის კატეგორიის ადამიანის ირგვლივ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი მომდინარეობს და ყველაფერი უკავშირდება ჩვენი განვითარების ადრეულ წლებს, ჩვენს ბავშვობას, მაგრამ შენ არ გჭირდება თეორიები და არ გჭირდება ზედმეტი ტერმინოლოგია. გჭირდება, რომ ამოიცნო ამ ტიპის ადამიანი მარტივად და იცოდე, როგორ იურთიერთო, ან თუ მას უკვე ურთიერთობაში ეს რაღაც ძალიან აწუხებს, რომ გაუზიარო ინფორმაცია, რომ კი ძალიანაც შეძლებადია ამ საკითხის ირგვლივ მუშაობა, გაცნობიერება და ყოველდღიურობის ცვლილება და ამასაც გაგიზიარებ, პირად პრაქტიკასაც გაგიზიარებ, პირად ურთიერთობაში პრაქტიკასაც გაგიზიარებ, რომ ეს კი ნამდვილად ასეა. პირდაპირი ქართული თარგმანი არის ძალიან უხეში, ამიტომაც ამას ნუ შევეხებით. უბრალოდ დავარქვათ აი ამ ადამიანთა კატეგორიას, ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად სულ არაში იმყოფებიან. რაღაც რა თქმა უნდა კონკრეტული აღზრდის სტილიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი და კიდე რაღაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი თამაშობს, რატომაც ჩამოყალიბდნენ და დღეს არიან ამ ტიპის ადამიანები. აბა აი გაიხსენე, რომ რაღაც შეხვედრა არის, რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა და გუნდში როგორც წესი არის ერთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის აფიქსირებს რაღაც ნეგატიურ აზრს. აი სხვა მიზეზებს რო შევეშვათ, დავანებოთ თავი და მარტო აი ამ კონკრეტულზე, ამ კონკრეტული მიზეზიდან გამომდინარე ფაქტორებზე რომ ვისაუბროთ. რომ აი რაღაც შეხვედრა არის და აი რაღაც დიდი პროექტი უნდა დამტკიცდეს, ან რაღაც სამოქმედო გეგმა, რაღაც და ნუ მნიშვნელოვანი. და აი ერთი არის ალბათობა 1000-დან არის ის ერთი რომ არ გამოვიდეს და მაინც იმერცი ტყვის და ძალიან ბრაზდები და ამ დროს უბრალოდ ამ ადამიანის ფსიქიკა ისე არის მოწყობილი რომ პირველი ხედავს პირველს ამჩნევს იმ ალბათობას რომელიც შეიძლება არ გამოვიდეს, რაღაც ჩავარდეს, ვერ შედგეს. მისი ფსიქიკა ასეა მოწყობილი. აი მაგალითად, შენ თუ საპირისპირო ტიპაჟის ადამიანი ხარ, შეიძლება 1000-დან ყველა დანარჩენ ვარიანტს ხედავდე და მისთვის პირველი მოდის აუცილებლად ის ერთადერთი და წარმოიდგინეთ თუ მეტია ალბათობა რომ რაღაც ვერ გამოვა ან რაღაც უარყოფითი ფაქტორები შეიძლება მოყვეს ამას როგორ სწრაფად შეამჩნევს იმ და როგორ დაიცავს და შეცდება რომ რაღაც საკუთარი აზრი დაიცვას რომ ხო არ გამოვა ეს რაღაც იმიტომ რომ ამიტომ ესეთია მისი ფსიქიკა პირველს ამჩნევს აი ესეთ კრიტიკულ საკითხებს აუცილებლად პირადი ურთიერთობები აიღე, დავანებოთ რაღაც სამსახურებრივს, რაღაცა კარიერასთან დაკავშირებულს. თუ იცნობ ამ ტიპის ადამიანს, აი გაგახსენდება ესეთი სიტუაციები, რომ რაღაცას თავაზობ, რაღაც ახალი იდეა გაქვს,
კარგად ჟღერს, მინიმუმ განხილვა ხო შეიძლება და მსჯელობა, მაშინვე არ ამოდის. მაშინვე თითქოს მოდის ბლოკი ამ ტიპის ადამიანის მხრიდან, იმიტომ რომ აქაც მოქმედებს და მუშაობს იგივე ლოგიკა, რომ პირველად ხედავს იმ შესაძლებლობებს, თუ რატო შეიძლება არ გამოვიდეს. რატო შეიძლება ვერ შედგეს. აი შენი გარემოცვიდან თუ გახსენდება ადამიანები, რომლებიც რაღაცაზე რომ მსჯელობთ რაღაც თემაზე, ყოველთვის ჯერ ახსენდება უარყოფითი თემები. ჯერ მოდის აუცილებლად რაღაც ნეგატიური, რაღაც უარყოფითი თემები, ან გიზიარებს სულ იმ გამოცდილებას, რატო არ გამოვიდა. აი რაღაც და არ გამოვიდა. ან რაღაცა შენსაც სუზიარებ, რომ რაღაცის დაწყება გინდა და მაშინვე მოგიყვანს რაღაც მაგალითებს, რატო არ გამოვა ეს რაღაც. და თან შენ გაზიარებაც აღარ გინდა, იმიტომ რომ აიღე რაღაც მეგობარი, შეიძლება მეგობარი ყავს ან ყოლია ესეთი, რომ იმდენად გართულდა ურთიერთობა, გაგირთულდა ურთიერთობა მასთან, რომ ესეთებიც ხდება და არსებობს ამ ტიპის ისტორიებიც, რომ აი სულ უზიარებ და სულ უარყოფით, არ უხარია ჩემი, რომ აი ამას ვეტყვი რაღაცა, ამას ვეტყვი რაღაც ისეთი თემები, რომ აი ძალიან მცირე ალბათობა შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ დაშვებები არსებობს, პირველი იმ დაშვებას გეუბნება და აი შენ ფიქრობ, რომ აი შეიძლება არც საინტერესოს, არც უხარ, ცუდს მისურვებს, ცუდად უნდა რომ წავიდეს ჩემი საქმე და რავი შეიძლება მეზობელი ყავს ესეთი, შეიძლება ვიღაც ახლობელი, ნათესავი, არ აქვს მნიშვნელობა. აი წარმოიდგინე, იმდენად საფრთხილო კატეგორია არის აი ამ ტიპის ადამიანები, რომ მაგალითად, როდესაც სესიებზე მოდიან, როდესაც ან ამ თემასთან დაკავშირებით, ან სხვა თემასთან მიმართებაში, მაგრამ აი ამ ტიპის ადამიანია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მიდგომები, რაღაც ტექნიკები იცვლება მათთან მუშაობის პროცესში, რომ მათთვის სასურველ შედეგებზე გავიდნენ. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოდან რაღაც მიზანი არ არის, რომ ფსიქოთერაპევტებად და კოუჩებად ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ არსებობს გარკვეული ტექნიკები, რომელიც შეიძლება ძალიან გამოგადგეს და დაგეხმაროს. ადამიანი, რომელიც აი დაუკვირდი, თუ წინადადება ან არა არის მის წინადადებაში, ან არა შეიძლება არ იყოს, მაგრამ აუცილებლად ნეგატიური სიტყვები არის, აი ესეთი უარყოფა რომ იგულისხმება, რაღაცა უარყოფითის შემცველი არის. რაღაც ისეთი, რაც ვერ გამოვა, არ გამოვა, ამიტომ, მაგრამ აი წყობა მაინც ესეთია, შინაარსი ესეთი არის. ესეთი მარტივი ტექნიკა არსებობს. რაც ხრიკი შეგიძლია გამოიყენო. რომ როდესაც აი რაღაცას თავაზობ, ჩუქნი რაღაცას, ხო? ან მეორე ნახევარია და გინდა სადღაც წასვლა, რაღაც მოგზაურობას გეგმავ. პირდაპირ შეგიძლია დაასწრო და არათი შენ დაიწყო. ამასაც თავის მიზეზები აქვს, რომელი მიზეზებიც ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ იცოდე, რომ მისი ფსიქიკა რაკი სულ არაშია, თუ შენ დაასწრებ და შენ თვითონ რაღაც ინფორმაციას მიაწვდი არათი და შენ თვითონ დაიწყებ არათი, მისი ფსიქიკა უცებ ტრიალდება. აი ესე რომ წარმოვიდგინოთ. მაგალითად სადღაც გინდა წასვლა, აი მოგზაურობას გეგმავ და აი გინდა რომ ერთად წახვიდეთ და აი იცი რომ ის მიზეზი რაღაც რომც წახვიდეთ აღარ გინდა წასვლა, ხო? შენ თუ მსგავსი სტილით მიუდგები, რომ აქ ალბათ ვერ წავალთ, ხო? უკვე არაში შენ თვითონ დაიწყე. ალბათ ეს არ გამოვა, ხო? ალბათ ამას ერთ თვეში ვერ მოვასწრებთ, ხო? თან თუ ინდივიდუალურად მიმართავ, უცებ შეფუცხუნდება. თუ რაღაც ისეთი თემა არის, ოღონდ აქაც საფრთხილოა, კარგად უნდა იცნობდე, რომ რაღაც შენი ნაშენები ურთიერთობა არ დაინგრეს და არ ჩამოიშალოს, ხო? რომ დაასწრო, არათი შენ დაასწრო, რაღაცა თემა. გაგიზიარებ ახლა ჩემს მაგალითს. როდესაც ეს რაღაც გავიაზრე, რომ თუ ესეთი რაღაც არსებობს და ამ ტიპის ადამიანები არსებობენ და პირდაპირ დავაკავშირე ჩემს პირად ცხოვრებას, ჩემს მეორე ნახევარს. და აი როგორ შეიძლება რაღაცნაირად
ჩანდეს და გამოიხატებოდეს ეს ყოველდღიურობაში. გაამზადე საჭმელი. ველოდები ერთი თებში, მეორე თებში საჭმელი ცივდება და აი რაღაცა ხო ფიქრობ და აი ფიქრობდი რომ ამდენი ვიწვალე, რაღაცა ამდენი ხანი ვაკეთებდი და ველოდები, რომ რაღაცა დავუძახე, რომ ხო, მოდი მივირთვათ ის. გადის დრო, გადის და თურმე, მე რომ მეთქვა. არ გინდა საჭმელი, ხო? ხო, როგორ არ უნდა? ზრდასრულ ადამიანს სჭირდება თუ რა თქმა უნდა ამ თემაზე მუშაობა, ამ საკითხის დამუშავება, ყოველდღიურობის შეცვლა, თუ ეს აწუხებს მას და ხვდება რომ უკვე დისკომფორტია, რომ მინიმუმ ადამიანებთან კომუნიკაცია უკვე მისთვის რთული არის, არსებობს რაღაცნაირად მზაობა, უნდა იყოს ამისთვის რა თქმა უნდა სურვილი და რა თქმა უნდა ამას სესიებით, თერაპიებით ძალიან შესაძლებელი არის და არსებობს ამის ბევრი მაგალითი, რომ ეს ყველაფერი ტექნიკებამდე რომ არ დავიყვანოთ და ყოველდღიურობაში ვიღაც გავიმარტივეთ. ერთია რომ რაღაც გავიმარტივეთ და მეორე არის რომ ადამიანის ხედვა არის რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში მოქცეული და ეს ჩარჩო იცვლება. და აი ამ რაღაცის ცვლილება შესაძლებელი არის რომ სხვანაირად დაიწყოს აზროვნება, სხვანაირად შეხედოს ყოველდღიურობას. მეორე მაგალითი, როგორც ჩანს რაკის სახლში რაღაც მუდმივად ესმოდა ბავშვს და ავტომატურად მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკა აქვს ჩემი სტილის და ხასიათი პიროვნული მახასიათებლები და ასე შემდეგ, ეს იმდენად ჰქონდა გავლენა, რომ პირდაპირ როგორც კი საუბარი დაიწყო არაში და ეხლა წარმოიდგინე ზუსტად ამ დროს ვსწავლობდი ამ ყველაფერს და უცებ რომ მივხვდი რა ხდება, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მეტყველება არ არის და ეს მხოლოდ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე დამოკიდებულება, როცა იცი უკვე რომ ზრდასრულ ასაკში რას შეიძლება შეეჩეხოს, შეეჯახოს და შეუშალოს ხელი უკვე რაღაც აფეთქდა ჩემთან რომ თეკლა მისახედია ეს თემა. და აი ამ თემას მე გავშლი ახლა პოზიტიური მეტყველება და ნეგატიური მეტყველება, პოზიტიური მეტყველება, აზროვნება და ნეგატიური რა სხვაობები და მნიშვნელობა, რა სხვაობები არის მათ შორის. მაგრამ და აი ამ ტექნიკით მივუდექი და ბავშვი 4 წლამდე, 3-დან 4 წლამდე შუალედში იმ დონეზე შეეცვალა მიდგომა, თემებისადმი დამოკიდებულება და ეს უკვე მეტყველებაში გამოიხატება, რომ ფაქტობრივად აი შენ რომ დღეს შეხვდე ჩემს შვილს, ვერც კი იფიქრებ თუ ოდესმე იდგა სრულიად სხვა რეალობის წინაშე, რომ მისი ლექსიკონის მთავარი სიტყვა იყო არა, წავიდეთ სადმე არა, გიყიდო რამე არა, გინდა რამე არა, სულ არა. იმიტომ რომ უკვე ეს რაღაც დასწავლილი და ავტომატურად გადმოტანილი ჰქონდა და მე ეს მხოლოდ არა არის უკვე ნეგატიურ წყობაში და წინადადებაში გადადის, რომ რატო არ გააკეთე, რატო არ მომიტანე, რატო არ მიყიდე, ნაცვლად იმისა, რომ შეიძლება მიყიდო, შეიძლება მომიტანო, შეიძლება ეს გავაკეთო და მთლიანად იცვლება აზროვნება, მიდგომა საკითხების მიმართ. პატარა ბავშვთან მიმართებაში სწორად მიდგომა ზრდასრულმა ხო თავად უნდა გადაწყვეტოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ კი მე მინდა და უნდა დავიწყო ამ თემაზე მუშაობა. ბავშვთან მიმართებაში ამ შემთხვევაში მე მქონდა პასუხისმგებლობა ჩემ შვილთან მიმართებაში, ამიტომაც მე მივუდექი ძალიან სერიოზულად, გრძელვადიანად და 3 წლის და თვეების იყო, როცა ეს დავაფიქსირე და 4 წლამდე უკვე მთლიანად შეეცვალა მეტყველების სტილი, მანერა, დამოკიდებულება, აზროვნება. გადმოცემა. გადავიდა მთლიანად პოზიტიურში. რა აქვს დადებითი, რა აქვს უარყოფითი ამ ამბავს? თუ ამ ტიპის ადამიანი მოხვდა ისეთ საქმეში, აღმოჩნდა ისეთ საქმეში, სადაც არის ძალიან კონკრეტიკა, საჭირო, აი ამ დეტალებს როგორც წესი ხედავს ძალიან მარტივად. თუ არის ისეთ საქმეში, სადაც შეცდომა არის დაუშვებელი, გამორიცხულია, გაფუჭდება ყველაფერი. მილიონიდან რომ იყოს ერთი რაღაც ალბათობა, რომ რაღაც ვერ გამოვა და აი ამის გამო დაინახავს აუცილებლად. ამიტომაც ამ ტიპის საქმიანობაში ძალიან კომფორტული არის ეს მახასიათებელი. ყოველდღიურობას რაც შეეხება და რა თქმა უნდა არ აქვს მნიშვნელობა
რაღაცა სამსახურებრივი კარიერასთან მიმართებაში, პირადთან მიმართებაში თუ ასე შემდეგ. ეს ურთიერთობები მუდმივად გვჭირდება. ურთიერთობებში კი ეს რაღაც ტექნიკები არსებობს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ დაასწრო არათი კომუნიკაცია და უკვე დასწარი შენ მისი ფსიქიკა უკვე სხვანაირად მოქმედებს, მობრუნდა, ესე რომ წარმოიდგინო და უკვე მეტი ალბათობა რომ დაუშვა სკის ვერსიაც ამ ადამიანს. მაგრამ მეორე არის რომ თუ ურთიერთობაში უკვე რაღაც დისკომფორტები იქნება, გამოდის რომ ამ პიროვნებას სჭირდება აუცილებლად მეტი გაცნობიერება, მეტი გააზრება, მეტი მუშაობა საკუთარ თავზე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს არის შეძლებადი, ეს არის რეალური. თუ შენ იცნობ ამ ტიპის ადამიანს, თუ შენ თვითონ ხარ ამ ტიპის ადამიანი, ან იცნობ შენს ირგვლივ არის ძვირფასი, რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანი, ვისთვისაც თქმა და გაზიარება შეგიძლია, რომ აი ხვდები, რომ თუ ამ ტიპის ადამიანი ხარ და ხვდები, რომ შენ თვითონ გაქვს დისკომფორტები, რომ აი რა ვიცი, სახლთან მიხვალ და აი პირველი გეფიქრება, რომ ვერ დავაყენე, აი მანქანა რო ვერ დავაყენო, რო ვერ გავაჩერო. ხო შეიძლება რომ გააჩერო, მაგრამ არა, მთელი გზა ნერვიულობ, რომ შეიძლება მანქანა ვერ გააჩერო. ან მაგალითად, რაღაც ისეთ ყოველდღიურობაში გიწევს ცხოვრება, რომ ცვლილებებია. ჯერ ხო როგორი სისწრაფით მიმდინარეობს ყველაფერი და როგორი სისწრაფით ვითარდება სამყარო, ხო? მაგრამ შეიძლება პლუს რაღაც დამატებითი ფაქტორებია, რის გამოც ცვლილებებისადმი გჭირდება, რომ მეტად მოქნილი იყო. ამიტომაც გჭირდება ბევრნაირი ვერსიის დაშვება, ბევრნაირი ვერსიის განხილვა და ეს შენს ყოველდღიურობას აუცილებლად შეცვლის უკეთესობისკენ. იმიტომ რომ თუ შენ ხარ ამ ტიპის ადამიანი, შენგან გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად მოდის პირდაპირ პირველი რაც ვერ გამოვა, რაც არ გამოვა. ამიტომაც გჭირდება რომ ძალიან დიდი ხნით ადრე დაიწყო მზადება რაღაც ცვლილებისთვის. ამიტომაც ძალიან რთულია შენთვის რომ რაღაც გარისკო. თუნდაც იყოს მცირე ალბათობა რაღაც რომ ვერ გამოვიდეს, მაინც ძალიან გიჭირს, იმიტომ რომ მთლიანად ვერ გამოსვლაზე ხარ ორიენტირებული. გინდა თუ არ გინდა, ესეა შენი ყოველდღიურობა და გაწუხებს, ან იცნობ ადამიანს ვისაც აწუხებს, აი ხვდები რომ ურთიერთობაში უკვე უჭირს ერთი ადამიანი დაკარგა მეორე ადამიანი ვიღაცასთან, აქაც კონფლიქტი აქვს, იქაც კონფლიქტი აქვს, იმიტომ რომ სულ ნეგატიური მოსდის პირველ რიგში, სულ უარყოფითი მოსდის რაღაც აზრი პირველ რიგში და დაეხმარე საკუთარ თავს, დაეხმარე ამ ტიპის ადამიანს, რომ ერთია რომ შენ უკვე ამ ვიდეოდან იცი რომ ხო თურმე ამ ტიპის ადამიანები არსებობენ, რაღაც კონკრეტული რაღაცა მახასიათებლის მატარებელია. მეორე არის რომ კი პატარა ტექნიკები ისწავლი ამ ვიდეოდან, რომ ხო ესე თუ მივუდგები, ან შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გადაწყვიტო, იცი რომ ბევრად დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყო ამ ტიპის ადამიანთან ინფორმაციის გაზიარება, შემზადება, რომ მე მარტივად გადაერთოს უკვე. ჰქონდეს დიდი დრო გასაანალიზებლად. იცი რომ ხო აი რაღაცა არათი თუ შენ დაიწყებ და წინადადებას ესე შეკრავ, მეტი ალბათობა რომ მისგან უკვე თანხმობა და კი წამოვა და უფრო მარტივი იქნება ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე მთავარი თუ შენ ხარ ამ ტიპის ადამიანი, ან იცნობ ამ ტიპის ადამიანს, მას სჭირდება მეტი გაცნობიერება, მეტი გააზრება, ყოველდღიურობაში მეტი მოქნილობა, უფრო კომფორტული ურთიერთობები, უფრო თავისუფალი ურთიერთობები, დისკომფორტისგან დაცლილი, სტრესისგან დაცლილი. ამიტომაც გაუზიარე ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ცვლილება, შესაძლებელია საკითხების განსხვავებულად დანახვა, სხვა კუთხით, სხვა პერსპექტივით შეხედვა და ეს ძალიან გაუმარტივებს და ძალიან გაგიმარტივებს ყოველდღიურობას, როცა შენი აზროვნება, შენი მეტყველება ნეგატიურიდან გამოვა, გადავა პოზიტიურში, გადავა შესაძლებლობებში, გადავა გამოსავლის ძიებაში. იმიტომ რომ როცა ხარ ნეგატიურში, პირველი მოდის რა არ გამოვა და იკეტება გამოსავალს ვეღარ ხედავ. მაშინ როცა შეიძლება იყოს 3 მილიონი გამოსავალი. ამიტომაც ჭირდება და თუ იცნობ ვინმეს, ვისაც ჭირდება, გაუზიარე ინფორმაცია, რომ შეძლებადია. ამისთვის არსებობს თერაპიები, ამისთვის არსებობს სესიები, ამისთვის არსებობს ფსიქოლოგები, კოუჩები, რომ ყოველდღიურობა გახდეს ბევრად უფრო მარტივი, ბევრად კომფორტული, მოქნილი, ჯანსაღი
და იგრძნო სიმშვიდე. შენი შფოთვის დონე ძალიან დაიწევს. იმედია საინტერესო იყო ეს ვიდეო, იმედია გაუზიარებ. იმედია დაგეხმარება გააზრებაში, გაცნობიერებაში, საკუთარ თავთან მიმართებაში და სხვებთან მიმართებაში. რომ მეტად გაუგო ამ ტიპის ადამიანებს ინფორმაცია გაუზიარო, თუ ხედავ რომ სჭირდება მას დახმარება, რომ ის დახმარება შესაძლებელია. და თან ურთიერთობაში ის პატარა ტექნიკები გამოიყენო, რომ შეიძლება არ არის ჯერ მის ცნობიერება იმ ეტაპამდე მისული, რომ გადაწყვეტოს და გადადგას ნაბიჯი, რომ ხო, სამუშაო აქვს რაღაც თემებზე. მაგრამ ამ პატარა ტექნიკებით მაინც გაუმარტივებ შენთან ურთიერთობას. მადლობა ყურადღებისთვის.